ისო გოგო. დილამშვიდობისადე. აბა გამიღიმე. ეს თამაშობ. ო, მამიკა საათი გაქვს. სად მიდიხარ? ბაღში. ბაღში გიხარია? კი. ხო. წამოდი ჩაგაცვა კურტკაი პაპო. ლილასთან უნდა ვიჭუკო. უნდა იჭიკჭიკო, ვაი მიჩი მიხარ. რომელი საათია? შემახედე? ой, უკვე 900 უკლი. ესეთი გაზმოვა თუ გინახიათ. გაიზმორე გოგო, კიკინა რა დაგიშალა რამის. კარგად გაიზმორე? კი. რას უყურებ? შუაქალა. შუაქალა. აჰა, ძალიან კაი გოგო ხარ. მოდი ახლა კურთოკი ჩავიცვათ და ფეხსაცმელები და ქუდი. ლიზი, შეცმსად ხარ? კი. ცოტა სიცივეა და ახლა კურტკა უნდა შეიკრა, რო არ იკრავ ხოლმე, ხო? კაი, მოდი ჩავიცვათ. დილამშვიდობის სამეგობრებო, აბა როგორ ხართ? რა შვებით? მე ამ საშინელ ამინჩი უნდა გავიდე გარეთ. იმიტომ რომ უნდა მოვიყვანოთ ლიზიკო და ტასუნა ბაღიდან, დღეს ადრე გამომყავს ტასუნაც და უნდა წავიდე კიდე ფოსტაში და მე მოვალ სახში და მთელი დღე ვიქნები სახში, იმიტომ რომ გარეთ არის საშინელი. ნუ მე ხო წვიმა მიყვარს, მაგრამ გარეთ არის ქარი არ მიყვარს. ყველას გილოცავთ დეკემბრის დადგომას უკვე დაიწყო ზამთარი ნამდვილი და დაიწყო დღესასწაულების თვე. მედია ბედნიერი და წარმატებული თვე გვექნება ყველას. მე უკვე გავემზადე, სახეც დავიბანე, ესეც კრემითაც დავიტენიანე. მოკლედ ჩავიცვი და გავალთ, მაგრამ არ ვიცი როგორ გავალ, ვაიმე ქარი არ მოყარს. წვიმა კი ბატონო. მაგრამ არა უშავს, მანქანამდე როგორმე მივირბენ. მერე იქიდან სკოლამდე, მერე სკოლიდან ფოსტამდე. მოკლედ მაქვს არბენი დღეს და წავედით. გაგავ. წამოდი, არ ჩავარდე იქ. რა ქენი დღეს? კაი იყო? ეს სკოლიდან უკვე გამოვედით მეგობრებო და ეხლა მამიკოს კიდე საქმე ქონდა ბანკში და მე წავალთ ტასუნესთან სკოლაში მეთქი ბაღში მე წავალთ ფოსტაში და მე მგონი მე ვსაო გარეთ წვიმს და ქარი იმდენად აღარ არის თუ აქ ამ უბანში არ იქნება არ ვიცი
კარგი, წვიმიან, შხაპუნა წვიმიანი ამინდია. ლიზა, შენ ბევრი გექვს ამეცადინოდე? ნუ ინგლისური, ქართული და მათემატიკა? რატო? დასაწერი არ გაქვს არაფერი? ინგლისურში ვიცი რაც გაქვს, იმიტომ რომ ჩააგდო უკვე მასწავლებელმა. არა, ჩავიწერე კიდევ ნომერი 5, არა 5. სკოლაში დავწერეთ, მაგრამ ანუ სადღაც 8 წუთი იყო დარჩენილი, რომ დაგვეწერა ტექსტი და ტირაოთა მოკიდებულთან სწორედ დავწერე მგონი ყველაფერი, მაგრამ ანუ ვერ მოვასწარე. დროში ვერ ჩაეტია? ნუ სახში გააგრძელებ ესე იგი. არა, მოვასწარე, დავწერე, მაგრამ როცა მიტანა ვერ მიესწარე. ხო, ანუ რო დაეწერე და გავიდა ისე. გასაგებია. Hey, baby, lapis აი ესე წვიმს ჩემო საყვარლებო. ხო. მოვედით მეგობრებო სახში. აი პლიტკა ვიყიდე, ესეთი. აი ესეთი. აბა შე რა იყიდე მაჩვენე? ბავტი თოვლის. მაგაში მგონი საჩუქარიდებს, იცი? ამაში? ხო. აბა ტყუილად ხო არ არის თოვლის პაპა? აბა შე რა იყიდე? ეს რაღაცა ქვები და ბანკი. მაგარი გოგოები ხართ. შენ? ხსნი უკვე? ჯერ უნდა გამოიცვალოთ ახლა ტანსაცმელები. და ხელები დავიბანოთ. აი ესე, მოვედით, ახლა გოგონებს გამოუცვლით ტანსაცმელებს, ხელპირს დაიბანეთ. და მე უნდა დავლიო ყავა მეგობრებო, პლიტკაც მოვიტანე და ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი ჩემო საყოლებო, გარეთ ისეთი კარგი ამინდია. უკან ვინ დარბის, ჩემს უკან. ვინ დარბის? ისეთი კარგი ამინდია, გარეთ რომ მეტი არ შეიძლება, ეს გოგონებს კიკინები მოხსენი, უნდა შევინახო. კურტკები შევინახე უკვე, ფეხსაცმელები უნდა გავწმინდო და რო გაიშრება მე შევინახო და მეტი საქმე არ მაქვს. ნუ ლიზამ უნდა იმეცადინოს და ეგ იქნება. ამითია დამალულდა, სიამდვილე. ცოტა ყრია. კარგი მეგობრებო, აბა მისაუქნათ გავაკეთოთ ყავა. შეიძლება ეს გოგო ვნახოთ. მეცადინეობდე? აი გოგო ხარ. ეს ქალბატონი? გასაკეთებ ქალა. გოგონი. ჟოზეს უყურებ და მიირთმევ ხო თან? აჰა, კარგი. კაი გოგოები ხართ. ხოსელია. უნდა ჩართო? ხოსელია. კაი მომეციება. ჩავრთოთ სხვა სერია. სად არის აბა? სად არის სხვა სერია აბა? აი, ეხა უყურე, აქ უნდა შევიდეთ. რომელი სერია? მეოთხე სერია გინდა? პირველი. ასო პირველი? აბა ვნახოთ პირველი. დავარდა. მოიცა. დივანზე დავარ. კაი ლიზუნა, შენ ჩაურთე, მე ვერ ქვენი და მოვატრიალებ ახლა კამერას და გავაკეთოთ ყავა მეგობრებო. ესე მოვაბრუნე კამერაც და დავიწყოთ ახლა ყავის გაკეთება. მე ყველას ვაჭამე თან ამასობაში და ახლა არ გაგეცინოთ და წაღავ პლიტკა გაჩვენეთ. მოიცადეთ. აი ეს გადარჩა ყავისთვის. მაგრამ ყავას ეყოფა მეგობრებო. ეგ არაფერი. ჭურჭელი გავრეცხე და ჯერ არ გამიმშალებია. ცოტა დაიჭკლირტოს და მე დავამშრალებ. თამეჩქარებოდა ვიდეოს გადაღებაც. ეცე. დავდგათ ახლა.
გაკეთდეს ჩვენი ყავაც. აი ესე მეგობრებო, მოკლედ მოვიარე დღეს სკოლა, ბაღი, ფოსტა და მაღაზიაშიც ვიყავით, იმიტომ რომ ტკბილეულიო გვინდაო ბავშვებმა. მეც ვიფიქრე ყავისთი შოკოლადს ვაყიდინებ თქო მეუღლეს და რა პატარა დარჩა. მომიტეხეს, ჩამომიმტვრიეს. მაგრამ გვაყოფა ყავაზე მეტი არც გვინდა და მე უკვე გავსინჯე კიდეც. ჩემი ვარდი როგორ გაფორჩქნულა. მე უკვე აქედან გავსინჯე კიდეც და ძალიან გემრიელია. რაღაცა მსუყე შოკოლადია სხვათა შორის. აი ეგეთი ამბები ხა ლიზა იმეცადიმებს და 2 საათში, 2 საათნახევარში ბავშვებს მე ვაბანავებ და ვაჭმევ მე 3 ჭამას, ხო. დილას სახში არ უჭამიათ, დილას ჭამეს ბაღში და ლიზუნას ხო გავატანე ბუტერბროდი შეჭამა სკოლაში. დღეს 12 საათზე დაუმთავრდა გაკვეთილი, უფრო სწორედ ფიზკულტურაზე აღარ დავტოვე. თორე ისე პირველი ნახევარზე ქონდა ბოლო გაკვეთილი. ძალიან მაღალზეა წეული, ცოტა დაბლა დაუწია. მეგობრებო, მოვიდა უკვე ზამთარი, დადგა ზამთრის პირველი დღე და ამინდმაც აღნიშნა ის რო არის უკვე. აქედან ისე ჩანს თითქოს მზიანათებს, მაგრამ ეს ჩვენი შუქი ურტყოს მზე არ არის გარეთ. წვიმა და ქარია. მაგრამ დილას უფრო ღამე ისეთი ქარი იყო. ღამე არა ის გათენებისას, ღამე არ მახსოვს არ გამიგია. ეს ყრუფანჯრები გვაქვს და არის მის ხოლმე დიდად ხმა. ცოტა გძინავს. ძალიან მინდა ყავა, იმიტომ რომ დილას ხო არ დავლიე. ვიფიქრე დილას დავლევ და ისე გავალთ, მაგრამ საათს რო დავხედე, არ იყო მაგისი დრო და ესე სწრაფად დალეული არ მინდოდა. ხო და მე რომ მოვედი, უნდა ყველას ეჭამა, მეც ვჭამე, იმიტომ რომ არ მქონდა ნაჭამი დღეს. და გემრიელია. ეხლა მოვიდა მაგისი დრო. გემრიელია? აი გოგო ხარ. მე დედას გოჭი ხარ შენ. კაცუნას ეწყინა ბაღიდან ადრე რატო გამომიყვანეთო? გუშინაც ადრე გამომიყვანეთ, გუში გამოვიყვანეთ 4 დღისკენ. გუშინ ადრე არ გამოგვიყვანია, მაგრამ დღეს მართლა ადრე გამოვიყვანეთ. პირველის ნახევარი იყო რომ გამოვიყვანეთ და რატოვო ესე მალე? ეხლა მე ჯერ კიდე ბაღში უნდა ვიყო, იქ ერთობა მეგობრებო ბაღში. რა კარგია ბავშვებისთვის ბაღი რო არსებობს. მე ბაღი ისე მიყვარდა. რომ ვისაც უნება ყველას უკვე ისე მიყვარდა ბაღი. ნახეთ, კაი კაფი, გაიკეთა. ეხლა იქ წავიდეთ. ესე. ეს ჩემი შოკოლადის მოვაცუნცულო. აი ესე და აქ დავსკოპდე. ხაჭაპურის ჭამას ვერ ვასწრებხოლმე. ხო და ეხლა დავლიოთ ყავა მეგობრებო. რადგან ყველავალი მოხდილი გვაქვს და მინდა რომ დღევანდელ დღეს არის ჟანას დაბადების დღე. ხო მიცით ჟანა? ყველამ ვიცით, ჩვენი საყვარელი ჟანას დაბადების დღეა. დღეს არის იუბილარი. მე კი უკვე მიულოცე, მაგრამ აქედანაც მინდა მივულოცო დაბადების დღე. ჟანა საყვარელო, გილოცავ დაბადების დღეს. ღმერთმა ჯანმრთელობა. წადი პირი დაიბანე. მიდი მოიბანე სურცხველი ჭაჭანები. ღმერთმა ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები, სიხარული და ყველაფერი საუკეთესო მოგცეს. მრავალი და საუკეთესო წლები შეგმატოს უფალმა. შენს ლამაზ ოჯახთან ერთად მიყვარხარ, გაფასებ, სულ გიყურებ და რა ვიცი, საუკეთესო ადამიანი ხარ. გილოცავ, გამრავდი, გაიხარე და იბედნიერე ჩემო საყვარელო. მოიდი. პირი დაკეთე სირცხვილი, როცა ჭა პირი არ უნდა გააღო. მიდი ჩახტი უყურე იქ და მოვალე მეც მიდი ჩემო პატარა.
ხო და აი ესე მეგობრებო, მინდოდა რომ ჟანეტისთვის აქედანაც მიმელოცა დაბადების დღე, მთელი გულითა და სულით და ყველაფერი საუკეთესო მესურვებინა ცხოვრებაში. გისურვებ ბევრ გამომწერებს, შენ რო გინდოდეს იმდენი. შენ გულს რამდენიც უნდა იმდენ გამომწერებს გისურვებ. და ყველა ნატრისა და ოცნების და ჩანაფიქრების ასრულებას გისურვებ კიდე ჩემო საყვარელო. მე ეს სიტყვებით გამოსვლა არ მეხერხება ხოლმე სატყუწელოებს რომ მობე ხოლმე, მაგრამ რასაც გეუნები გულით, ჩემო საყვარელო. ჩემი დაბადების დღეები ისე მიყვარს ხოლმე, რომ დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ, ყველას უყვარს თავის დაბადების დღე. იმიტომ რომ რა ვიცი, დაბადების დღეა და მე მგონი ძალიან ლამაზი დღე, როცა ადამიანს აქვს დაბადების დღე. და ყველას უნდა უყვარდეს თავისი, რამდენი წლისაც არ უნდა ხდებოდეს, ყველას აქვს თავისი ხიბლი და სილამაზე აქვს და ყველას ის ასაკი უყვარს, რამდენი წლისაც არის. წყალი იგდევს და ჩემს საწოლის თავზე მიდი აიღე. ფეხზე არ გაიხადა ნასკები. მივაყოლოთ ეს შოკოლადი. ჩვენი პაწაწონა შოკოლადი. იცით როგორია? შოკოლადი ხო არის და აი ქუსვე კიდე რაღაცა. ტელეფონში მიწერია მე რა. მიდი შენ ჩიქა იგდევს აიღე. და ამიტომ არის რაღაცნაირად გემრიელი შოკოლადი როშენის. ნაძვის ხეს დავდგავ სავარაუდოდ ბარბარობას, როგორც წინა წელს. აბა? არა და ბავშვები ვეღარ ითმენენ, მეგობრებო, დღეს ვერ უნდათ რომ ნაძვის ხე დავდგათ. მაგრამ მე იცი ამ გონია, ეხლა რომ დავდგათ ნაძვის ხე, მე ახალ წლამდე იმდენი დროა რომ მგონია რომ მობეზრდებათ მეთქი. აღარ ვიცი რა ვქნა მეგობრებო. აი მართლა აღარ ვიცი. ნაძვის ხე მაქვს აი გზევით, თავისი სათამაშოებით ყუთებში მიდევს და ეგ ყველაფერი მაქვს ჩამოსაღები, ნაძვის ხე სავარაუდოდ გავრეცხავ. იმიტომ რომ მაინც ერთი წელი ყუთში და მაგრამ უცებ რო გაშრება, იქ ხო ნაჭერი არ არის, ან რაღაცა ეგრე დავტოვებ ვანაში და კარგად ჩამოშრება. სათამაშოებსაც ამ რომ სანამ ნაძვის დღეს დავდგო, ჩამოვიღო, გადავხედო რეები მაქვს, რეები არა მაქვს, ეხლა ერთი წელი გავდა კარგად ხო აღარ მახსოვს რამდენი ყუთი მაქვს და რაღაცეები და მე იმას ვიზავ მივხვდები რისი შეცვლა მინდა, რისი დამატება მინდა და შეიძლება არც არაფრის შეცვლა არ მინდოდეს. აუდეზეც ფოთლი არ გადმომიგდა. და აი ესე მეგობრებო, უკვე ბავშვები ვეღარ ითმენენ, მე ძალიან მინდა უკვე ნაძვის ხეს დათქმა, მაგრამ მე მეშინია რომ არ მომბესეს და ამიტომ მინდა რომ რაღაცნაირად ბარბარობის მერე დავიწყო ეს სადღესასწაულო. ესე მოვედი. ხო და აი ეს ნაძვის ხეზე ვლაპარაკობდი და ახალ წელზე მინდა ვიყიდო ლოსი ფეხებზე რო დგას. იმიტომ რომ მსგავსი თოვლის პაპა მაქვს და მე მგონი ის მოუხდება. ან მაგას ვიყიდი, ან მოკლედ გადავხედავ რა. რაღაცა მინდა რომ დავამატო და კიდევ ვფიქრობ რა ადგილები მოვთო დეკორად. შეიძლება ეს ყვავილები დაბლა დავალაგო და ეგ ადგილით რაღაც სადღესასწაულოდ მოვთო. მოკლედ არ ვიცი. იქამდე კიდე 2 კვირა და ცოტა მეტიც მაქვს და ყველაფერს მოვიფიქრებ. თან გაფორმების პროცესში კიდევ უფრო მოდის და მოდის ფანტაზიები ხოლმე და კიდე გზადაგზა შევხედე. ესე მეგობრებო, მოუბრუნდი, ჩვენ ნაძვის ხეზე ვლაპარაკობდი და მოკალეთ, ვეღარ ვითმენთ ვერც ერთი, მე ძალიან მინდა, მაგრამ არა, უნდა მოვითმენოთ ბარბარობამდე. ეს ყველაფერი უნდა ჩამოვალაგო, ნაძვის ხე უნდა ჩამოვიღო, მე სათამაშოებით ჩამოვიღო, გადავხედო, გამოფილტრო, არ მგონია გასაფილტრო რა მქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ახლები მაქვს. შარშან წინათ საწყვეტლობდი, ყველაფერი ლამაზებია და
შეცვლა არ დაჭირდება, მაქსიმუმ დავამატოთ რაღაცეები. ეს ჩემი ყავაც უკვე თითქმის ჩამთავრდა მეგობრებო. ჩემი იასამნისფერი ჭიქიდან და ეხლა დაგემშვიდობებით ავტვირთავ ამ ვიდეოს და ამ ვიდეოთი შემოგეხმიანებით, მოგიკითხავთ, გამოგიგზავნით კეთილსურვილებს, გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო, გამოიწერეთ რომ მალე ავიდე 1000-ზე, ჯერ 500-ზე და მე 1000-ზე და ასე შემდეგ. და მადლობა ვინც უყურეთ ჩემს ვიდეოს და გულშემატკივრობთ და მდგეხართ გვერდით. აბა დროებით.